რასანახაობა მოგიმზადეთ, თქვენ ხო არ იცით. Am ვიდეოში ნახავთ ლეგენდარულ ჰაძაბეს ტომს, მოისმენთ მათ საოცარ ენას. და ნახავთ როგორ ნადირობენ, როგორ ცხოვრობენ ბანაკში და ასე შემდეგ. ნახავთ როგორ სვამს ძროხის ყელიდან სისხლს მასაის ტომი ენერგიის მისაღებად, როგორ ვლაშქრავ მოქმედ ვულკანს, როგორ ის საყვარელი ბავშვები ცხოვრობენ ზანზიბარზე და როგორ შემოდიან ურთიერთობაში სრულიად შემთხვევით შემხვედრი ადამიანები. ეს და კიდევ ბევრი სხვა დღევანდელ ვიდეოში. აბა როგორც ყოველთვის კარგად მოკალათით, იმიტომ რომ ფილმი ვიცაყურებელი ვიდეო მოგიმზადეთ და კიდევ ერთხელ გაჩვენებთ როგორ გადის 1 საათი 10 წუთში. და თუ პირველი ნაწილი ჯერ არ გინახავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ორმაგი სიამოვნება გელით წინ. აქვე ძალიან დიდი მადლობა ალტას, რომ ეს ვიდეო არსებობს და ახლა შეგიძლიათ უყუროთ. ჩემი YouTube არხის სპონსორია და არის მაღაზია, რომელშიც შედიხარ და იცი რომ ნაგავს არ გტენიან. აი ამას ხო ხედავთ, ეს არის გარემეხსიერების ბარათი. აი ამით მამარაგებს მე ალტა, რომელზეც ვინახავ მთელს ჩემს ოქროსფასიან მასალას. ეს ერთი ცალი ყველა ოჯახში უნდა იყოს ძმაო. აბა, დავიწყოთ. ქალაქი კარატუ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ტანზანია. იმდენი მტვერი ყლაპე სერენგეტიში ერთი დღე კაი დასვენება და ენერგიის აღდგენა ნამდვილად არ მაწყენდა. ხო და ამ ძალიან კომფორტულ ლოჯს მოვადგე. სასიამოვნო აფრიკული ესთეტიკა დამხვდა. მოუწესრიგდი, მაგრად უჭამე, განვიტვირთე, აპარატურა მოამზადე და დავიძინე. გავიხვიძე დილის 4 საათია. აქედან არის დაახლოებით 2 საათის სავალზე ის ადგილი და ის ტყეები, სადაც ჰაძაბე ცხოვრობს. და 6 საათზე გადიან სანადიროდ ბაბუნებზე. მოკლედ დიდი დღე იქნება დღეს რა. მოვიდა ჩემი კიდიც Safari Goat-დან. აი, ტოპ ტიპები არიან, ძმა, ორმა ძმამ დააარსეს კომპანია 5 წლის წინ და აი ყველაზე თანამედროვე, ყველაზე განვითარებული და აი გამოცდილებაზე და მართლა თავგადასავალზე ორიენტირებული ტიპები არიან და მაგიტომაც მორჩი. We wake up. Always sharp. Yeah, you ready for the adventure? I'm ready for the adventure. So let's go. წვიმს, ცუდი ამინდია, მაგრამ იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება რა. მე წვიმაშიც მზად ვარ რომ აი გამოცდილება მივიღო და ჰაძაბეტომთან ერთად წავიდი სანადიროთ რა, იმიტომ რომ აი ძალიან მაინტერესებს რა. მაგარხოძე მოვედი რა. და რატომ მოვედი მაგარხოძე? იმიტომ რომ ჩემს YouTube არხს ყავს ყველაზე თემატური და ყველაზე მაგარი სპონსორი. Starbucks-ის ცივი ყავა. Frappuccino, რომელიც სულჩებთან და ასე თავგადასავლებში და ეს თავგადასავლები ყოველთვის არის ძალიან ქაოტური, არ იცი სად დაგაღამდება, სად გაგათენდება. და რავი, რას უხოძე ვარ აი მყავის დამსახურებით და მადლიერი ვარ. რო ჩემს YouTube არხს ასპონსორებენ და საშუალებას მაძლევენ რომ აი ესეთი მაგარი თავგადასავლები და ჩემი ბავშვობის თუ არა მარტო ბავშვობის ოცნებები და მუღამები გავისწორო რა. მოვედით. მურუსი ქვია თელს აი ამ ტერიტორიას, სადაც ჰაძაბეტომი ცხოვრობს და ძალიან აღელვებული ვარ, ძალიან აჟიტირებული ვარ, ძალიან მიხარია. ძალიან კაია. ეხლა პირველ რიგში დავადგებით მათ. აი აქედან უკვე სადღაც 50 მეტრში თუ 100 მეტრში არიანო. და ხო, ნახოთ რა მოკლედ რა იქნება რა. ვერ ვლაპარაკობ, რა ვქნა. აი ეს სტუენით ახდენს კომუნიკაციას ჩემი გიდი. შეუძლებელია აქ თარგმნო რას ლაპარაკობენ ტიპები და არც არის საჭირო. უბრალოდ თავად წარმოიდგინეთ და ივარაუდეთ რას შეიძლება ამბობდნენ რა. ვითომ ჩემს გვერდით ხართ. ისიამოვნეთ ჩვენი შეხვედრით და პირველი კომუნიკაციით. Lagoko. Ja. Am I got caught up about Coco. Yeah, Africa. Yeah, Coco. I am Hey, but Elko does another Baba. Lami Atsumua. Hey, could it be that? I am got it there. You don't know. I can't chat about me. Look, I can't get it. ტომის სხვა წევრებს ძინავთ რა, ახლა უნდა დავადგეთ, გავაღვიძოთ და ვერ აგიხსნით ისეთი საინტერესო ეს ყველაფერი და ისეთ უცნაურ ემოციებში ვარ რა. ბოლომდე მინდა ვისიამოვნო მომენტით, ამიტომ ჩუმად ვიქნები და თქვენც უბრალოდ უყურეთ და შეიგრძენით ამ ხალხის რეალობა.
Coco pit and I made the coco. Come busy mama baya. Iya. Nako futsi nako kuparanga. Chikanyo. Ale. Iya mazimuzi uni. Okay. Ilanda. Coco pipi coco. Apa? Coco. To. Amana on. Coco pipi. Ale ya coco. Chicken. Ano gogo? Também vamos também é também. Ano gogo? Ada koko. Mana makan. Mana menota akase. Samu ati akae chekra bazibi. როგორც ხედავთ, ამ წამს გაიღვიძა ტიპმა და უკვე მოსაწევს ეწევა. რავი, აი ესეთია, ამათი ცხოვრება რა, ალბათ ამით ერთობიან მხოლოდ, ხო რა ვირით უნდა გაერთონ ახლა. Baba. Nah, ada apa? Nah. Amana. აი ესეთი ტოტებისგან აწყობილ და რაღაცებით გადაფარულ პატარა კარვებში ძინავს ჰაძაბეს ტომს. Ono. ონო, Akanabe. კანაბე, Hadzane. აძანე. Bunko. მოკლედ მოსვლისთანავე სახელი დამარქვეს. ბუნყო მქვია ამიერიდან. How should I say it? Ono აძანაბე, Akanabe. ონო აკანაბე, აზანე, Bunko. ონო აკანაბე, აზანე, ბუნყო. Ono akanabe hadzane gangida. Ono akanabe azane do dale. დუდალე, ბანგინა და ბუნყო. მივდივარ სანადირო ძმაო. გამოიწერეთ ბუნყოს არხი. და დაელოდეთ ბევრ მაგარ ვიდეოს. ასაგებია. აი გეთ. ეს მურუსია. ვეიბერთელა ტერიტორია, სადაც თითქოს დრო გაჩერდა და ადამიანები პირველყოფილობას ვერ შეელივნენ. სანამ ჰაძაბე ტომთან ერთად სანადიროდ წავალ და გაჩვენებთ, როგორ ცხოვრობენ, ორი სიტყვით მათზე გიამბობთ, რომ წარმოდგენა შეექმნათ. ეს ტანზანიის ერთ-ერთი ბოლო მონადირე შემგროვებელი ტომია. ისინი უხსოვარი დროიდან ცხოვრების თითქმის უცვლელი წესით ცხოვრობენ. ტანზანიელი აბორიგენების შთამომავლები არიან, რომელთა ისტორია 50,000 წელს ითვლის. მათ ენას ჰაძანე ქვია და უცნაური კაკუნისებრი ბგერებით გამოირჩევა. ის არც ერთ სხვა ენათა ოჯახს არ ჰგავს. არ ყავთ ლიდერი და არ გააჩნიათ იერარქია. მათი მაღვიძარა მზეა და დღეც ნადირობით, საკვების მოძიებით იწყება. ანთროპოლოგებისა და ბიოლოგების დაკვირვებით, ჰაძაბეებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და ჯანსაღი ნაწლავის მიკრობიომი აქვთ, რაც ძირითადად მათი ბოჭკოებით მდიდარი და დაუმუშავებელი საკვების მიღებითაა განპირობებული. ჰაძაბეებს არ აქვთ სოფლის მეურნეობა, არ ყავთ შინაური პირუტყვი და არ ამარაგებენ ნადავლს თვეობით, რასაც მოიპოვებენ დღეს, იმით ცხოვრობენ დღესვე. მათი მთავარი იარაღი მშვილდისარია. მათი ცოდნა ბუნების შესახებ კი ისეთია, რომ ცხოველის კვალს საათების შემდეგაც მარტივად ამოიცნობენ. თანამედროვე სამყაროდან სულ რამდენიმე საათის სავალზე თითქოს პორტალია გახსნილი კაცობრიობის წარსულში მოსახვედრად. და ჩვენც დავიძარით. წინ დაახლოებით 3 საათის სავალი გვაქვს იმ მთებამდე, სადაც მსხვერპლი ეგულებათ. ტანზანიის მიწაზე, აქაურ ფლორასა და ფაუნაში გარევა, ტყე და მთამთა სიარული სიმშვიდის მომგვრელი ნამდვილად არ არის. თუმცა არც გვეშინია, რადგან ჩვენი მთავარი კომპანიონები, ჩვენი დამცველ დამხმარეები, ძაღლები ერთი წამითაც არ მიგვატოვებენ. ალბათ შეამჩნევდით, რომ რამდენიმე მათგანს თანამედროვე ტანსაცმელი წასვია. თანამედროვეში ლაქშერის არ გულისხმობ. უბრალოდ ის რომ მაიმუნის ტყავის ნაცვლად ჩარულად ჯინსი აქვთ. ეს ცოტა გამიკვირდა ეგ ამბავი, რომ მეთქი ხო არ გვატყუებენ ეს ყველაფერი შოუ ხო არ არის ჩემთვის დადგმული რა. მაგრამ არა, როგორც გავარკვიე, უბრალოდ ჩემნაირი ადამიანები აქ რომ მოდიან და გიდები მოყვებიან,
ამ გიდებს ხანდახან მოაქვს განსაცმელი და აძლევენ და ისინიც იღებენ, უარს არ ამბობენ. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის არაერთ შემოთავაზებაზე დაეტოვებინათ აქაურობა, სკოლაში ესწავლათ, სოფელში გადასულიყვნენ, რაღაცა განვითარების გზას დადგომოდნენ, სულ უარზე იყვნენ. მაგრამ დასასმელი მაინც მიიღეს. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ რაც არ უნდა პირველყოფილური ცხოვრებით ცხოვრობდე და რაც არ უნდა მიყვებოდე შენს ძველ ტრადიციებს, ადრე თუ გვიან, საბედნიერო თუ სამწუხაროდ, დრო მაინც შემოგიკიტინებს და ვერ გაიმარჯვებ მასზე რა. იმიტომ რომ ფაქტია, აგერ 2026 წელს სანადიროდ მივდივართ, ოღონდ არა გართობის მიზნით, საჭმლის მოსაპოვებლად მივდივართ სანადიროდ ჯინსებით. ძალიან სწრაფები არიან. ძლივს ვეწევი და ბუნებრივია, რომ ახლა აფრიკული რაღაცა ეს ჯანი და რაღაცა კუნთები და ორგანიზმი მაინც სხვა მაგრად მიჭირს, მაგრამ არ ვნებდები, უნდა ცუდი ამედი ნადირობას ართულებს, უჭირთ კვალის აღება, თუმცა სხვა გზა არ არის. ტომში საჭმელია მისატანი. მინდვრებიდან ნელ-ნელა ყეში გადმოვინესლეთ და მაგრად არ ვისორდება. იმეშინი. ნადირობისას ხშირად ხდება, როცა ამდენი ძაღლი და რამდენიმე მაინც იკარგება და მე მედის ასე ერთმანეთს ეძახიან, უსწვენენ, სხვა ძაღლებს უტყუნებენ, იწყენენ და მოკლედ ძალიან ერთობა იგრძნობა ამ ადამიანებს და ამ ძაღლებს შორის რა, რაც ძალიან სასიამოვნო საყურებელია. Cidvagolakutuko! Aziguekotata! Ekataoma! Bobo ikichi! No! Phone აგერ ამ კაცს. ყო ანუ ისეთი ყანან. ყობი საბლაკდე მასინგა. წიე. აზარია. Tigna! Მონა! Tigna! აი, სუეკლებია. ხო წარმოგიდგენთ ახლა ამათ თვალში როგორი სუსური ვარ. თუ ვინმე უდესმე გადაწყვეტ აქ წამოსვლას და ამ გამოცდილების მიღებას მორალურად ძალიან მზად უნდა იყოთ რა. კიდევ ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, როგორც იქნა აედევნენ მაიმუნს. Omnes ya mona kwaiya. Kumani na na. Ekesna kadili etoda akudilisha. Tetashita. Tetsu amanate. Tega yeta matin kubete. Mana. Ake. Oh God, yeta ka segi. Tiago. 너 그거 저거지 마. 이 칼국. 됐어. ეს წარმატებაა, მაგრამ არა საკმარისი. მათი მიზანი უფრო მსუყე ნანადირებით დაბრუნებაა. იმენა გამიშვით ჩერი. არა ძმო, არ წამოხვიდეთ არასოდეს. Thank you very much. Now I can go through like this through the bushes, bro. დავჩერდით ახლა დასასვენებლად ცოტა ხნით. Qoya. Come on. Sigara. Chua with a coco. Coco. Ale. Quishabal. Ai, goa. Coco. Tanda batokoa. Gabi. Sante bela mindau.
ამაკა მიმიქდა სონეა. ხო გინახავს ეგეთი ფილმები? ტყეში რო იკარგება ადამიანი რა და აი რო უყურებთ ჩვენ და აუხوار რა იქით რატომ ირბიხე რა ქეწადი რა უნდა და რა აი დედასვიცა ვარ ახლა რო ესენი აქედან გააქრო მე აქ დავიმოკვდები რა გამორიცხული რა აქედან გავაგრე იმიტომ რომ აი საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს საერთოდ მოვედი საერთოდ წავიდე ორიენტაციას გიკარგავს სრულად აი თავი და ბოლომდე რა ასე რომ ნუ განიკითხავთ ხოლმე ფილმებში იმ ადამიანებს ვინც ტყეში იკარგება because I want to go home now I want my mom I can't do it anymore, bro. 6.5 hours hiking, it's for me it's like. მოკლედ 7 საათია უკვე რაც გზაში ვართ და ჩემმა თარჯიმანმა მითხრა რომ ანუ წვიმის გამო ნაკვალევის კარგად დანახვა და მიყოლა უჭირთ. შესაბამისად ეხა გითხრას რომ აი იქით მთაზე უნდა ვცადოთ გადასვლა. ეს კიდევ 4 საათის სავალია, რაზეც უთხარი რომ მეთქი შანსი არ არის თქო რა. Impossible, bro. Go mordo. Go mordo, am სახში წავედით, შო. ავე. გულით მინდა და მართლა რომ თქვენთვის მეჩვენებინა აი აქტიური ნადირობის პროცესი, მაგიტო გამოვიარე 7 საათიც და უძლებდი, მაგრამ აი ხა მეორე მთაზე გადასვლის აი გამორიცხულია მართლა, ფიზიკურად არ შემილია რა. ბაზრობ ძმაო. Shishara, go mordo, abele, atsen qawna raada. Go mordo. მიუბრუნდით ტომში და გამთენიისგან განსხვავებით აქ ახლა სიცოცხლე ჩქებდა. უსაყვარლესი ბავშვები ვნახე. ზოგი დედას ეხმარებოდა ხელსაქმეში. მაჩუ ზღარბის ნემსებისგან ამზადებენ სამკაულებს. მოკლე ნაწილებად ჩლიან, რომ სუბუქი და ლამაზი ყელსაბამი გამოვიდეს. ზოგი ჩვილს უვლიდა, ასეირნებდა, ზოგი ძაღლს ეთამაშებოდა. ზოგსაც დიდობა შემოპარვია და კოცონთან შეკრებილ ტომის წევრებში გარეულიყო. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რამ ხაზებე ტომში არის მათი ენა და მათი სახელები, ანუ ისეთი სახელები ქვია და ისეთ წარმოთქვამენ ამას, რომ ანუ ძალიან საინტერესო. მოდი მოვისმინოთ. What is your name? Ukwaqethe kokuqhatha abitha bakuqaphe qhaqu usepa abnqaqai ono akanabe hazane us Ukuwacethe kukuprangu ngqokofo tsiena ono akanabe hazane thusepa kuwayinoma ulube ithi Exxeke baza ta kwa akosumana kwa abe kumephiwa ikucha zabita ono akanabe kameta gwandunya Ale bawa ono kamia to ono ondoshi. kamia ondoshi exxeke kokuqhatha ke badun ono akanabe repe are lincitsi kona chia xokamona xhata toso zane amajanga tofauti hizo Koko ono akanabe dinga mame pakapa lo nea. Agwa kona ben. This is so long, it's in one name, yeah? Koko na akanabe ko nang awegweke nata data kwa akasume bawa qhatha bin kwa qeta kuku Your name? Who? Your name? Ale kokuwacethe qhatha de banqaqu usepa ono akanabe hazane ufu ჰაძაბეს ტომში ქალების მოვალეობა, ბავშვების აღზრდა და ხილის შეგროვება. არასდროს ურევენ ერთმანეთში, ანუ კაცები მხოლოდ ნადირობენ, ქალები მხოლოდ ხილს აგროვებენ. კაცები ყველაფერზე ნადირობენ გარდა აფთრისა. არა იმიტომ რომ არ შეუძლიათ, არამედ იმიტომ რომ ეს კანიბალიზმად ჩაითვლება. ადრე, როდესაც ჰაძაბეს ტომის წევრი გარდაიცვლებოდა, დანარჩენები მასიურ ცხოველს მოინადირებდნენ, გაატყავებდნენ, გარდაცვლილს მის ტყავში გაახვევდნენ და დაბალ ორმოში მარხავდნენ. ტომი კი მუდმივად მოძრაობაშია. ერთ ადგილზე მაქსიმუმ ერთ თვეს ჩერდებიან. სამარხი რჩება. აფთრები ლეშის ამოთხრით გამოირჩევიან და არც ადამიანის გვამზე ამბობენ უარს. შესაბამისად, აფთრის ხორცის ჭამა საკუთარი თანატომელის ჭამასთან ასოცირდება. დღესდღეობით ასე აღარ ხდება. საფლავებს ქვებითა და სხვადასხვა საშუალებებით ამაგრებენ. თუმცა ეს ისტორიული ტაბუ აფთარზე ისევ დადებულია. აფრიკელებს რო ცეკვა ყველაზე და ყველაფერზე მეტად უხდებათ, ხო ფაქტია. ეხლა ეს გოგოები ამაში დაგორწმუნებენ. Let's go. Yeah.
ცეკვის მერე ნანადირების ტყავი მიწაზე გაშალეს, რომ გაშრეს და ტანსაცმელი დაიმზადა. ხორცი კი შესაწვავად დაჭრეს. აპეტებე. სანამ ძირითადი კერძი მომზადდება და მეც გამასინჯავენ, აქვე ახლოს სასუსნავზე სანადიროდ გავედით. გოკო, წააკო ჯოჯო გოკო, ჯე. ყაგვე კათიკათი. Bako ako itsabide kotsela ako uteqoda sepa ako kotseba ako zoazane sepa ako echekokom akwasa apokwabe aku hegwe ko ambabo katsa kwatla ekoko katsa Yamo apukwasa ko. Yamo apukwasa uchame kwa hegwe ko nena man. yeah No. Ie კოკო. ვარე პრობლემა, გეხარი რიერთო. კუატხეთეთე. გეხარი რიერთო, მურე პრობლემა რენოძი არ სიგარეტ მუქიო. ვამონან შურო თქვან დამუთო. კალიკოა. ეს არის ქალიკოა, რომელსაც იყენებენ, ანუ კევის ნაცვლად რა, ანუ ღეჭავენ რა. შემიგა. თელი ეს პროცესი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ იაზრებ, ანუ სად ხარ, დედამიწის რა წერტილში ხარ და რა საკეთებისთან ერთად. აი მის გააზრება მაგრად ვიცორდება. კერძის მომზადდა და გასინჯვის დროა. ეს ბაბუნ ნეაკო. უნაი არაკო ბეკატო ადოგუნ ოე ალე კაკო ეს არის ჩვენი ნანადირები. უნდა გავსინჯო ძმაო. გოგო აკეთე აზმაო, მიყვარს მე ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ქვეყანას გაუმარჯვეთ ძმაო. ნეეკო ქვია ამას. ნეეკო, არის მაიმუნი თუ ბაბუნი. ესეც უნდა გავსინჯო ძმაო, სხვანაირად არ ჩამეთვლება აქ რომ ნამყოფი ვარ. ლუი გოგო ესა კატატა კატატა. აინენ. ლობუი ნამბენ. არ არის ცუდია. შოძმაო, ხაძაბესთან ნამყოფი ვარ. იმენა შინაური ვარ. უმეტო ვიკაი აი ძმაო, სუფრა გაიშალა. მართლა არ არის უგემური. რაღაცის გემო, ხო ძალიან მშრალია, აი სუპერ მშრალია რა. ბოლოს შუთ გემოსტოვებს. Also atona yena muku. ბულულუ გვაკენა და მანგოლა ბენედე და ტაცია. სისიედაკო ბაიაკოთე. იტა გამოყავთ რაღაც სითხე, რომელიც გამოიყენება როგორც საპონი. და იბანენ თავს, იბანენ ტანს და არიან სუფთები და წკრიალები. ესეც ერთ-ერთი სახლი, სადაც ახლა ამზადებენ რაღაცა მცენარისგან სუფს თუ არ ვიცი რა დაუძახო, ღომს გავს. აქ კიდე რაღაცა მცენარის ჭრის აგერეს ქალი. მიდის მოკლედ მაგარი საჭმლის მზადება რა. ანუ გამოდის რომ მაიმუნის ხორცის გარდა მცენარეებსაც აქტიურად იყენებენ საჭმლის დასამზადებლად. Okay, quát. Pakatena le bayako asipiti ko kwa osa ane akripako. Okay, quát. Chicken ta.
usepa ana koko ale baya ama kama kai okay quite koko ale ანუ ჩვენი ძმა გვიხსნის, რომ ყველა ცხოველსა თუ ფრინველზე სანადიროდ განსხვავებული შესაბამისი ისრები გამოიყენება. მე ძალიან მაგარი რილი გადავუღე, რომელიც ჩემს Instagram-ზე დევს და ეგ ვაჩვენე რა. ხო და მაგრად გაუსწორდა ტიპს. Bawa. Good, bawa. aqua be tekese gwekota cheni boko aqua cie და რა არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს, განურჩეულად ეროვნებისა, კანის ფერისა, რასისა და ასე შემდეგ. სიყვარული. ჩემოწი წინადლა დაბრინა ნელა ჰაძაბეები უმეტეს შემთხვევაში ისევ ჰაძაბეებზე ქორწინდებიან, თავიანთი განსხვავებული ენისა და კულტურიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არ ნიშნავს ოჯახის წევრზე ქორწინებას. სულ 1500-მდე ჰაძაბეა დარჩენილი და ყველა აქ, ტანზანიაში ცხოვრობს. ისინი ჯგუფებად იყოფიან. ერთი ბანაკი, ერთი ცეცხლის გარშემო, ერთი ჯგუფია, რომელიც 20-30 წევრისგან შედგება. ბიჭი სხვა ბანაკებში მოგზაურობს, საცოლე რომ იპოვოს და თუ იპოვის, უნდა დაამტკიცოს, რომ ძლიერი მონადირეა. გოგოს მამას ბაბუნის თავი უნდა მიუტანოს და ასევე უნდა შეძლოს მოზრდილი ცხოველის მონადირებაც. დაქორწინებულები იმ ბანაკში იცხოვრებენ, რომელშიც გაუხარდებათ, თუმცა ძირითადად პატარძლის დედასთან ახლოს რჩებიან. განშორებაც მარტივია. თუ გოგო ატყობს, რომ ბიჭი საკმარის საკვებს ვერ შეულობს, ის უბრალოდ კარვიდან აგდებს და ქორწინებაც ასე მარტივად სრულდება. ჰაძაბეტომში არ არსებობს სოციალური სირცხვილის შეგრძნება, შესაბამისად ხშირად არაერთ პარტნიორს იცვლიან მთელი ცხოვრების განმავლობაში. ჰაძაბეტომისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არასდროს გამოილიოთ ისრები, იმიტომ რომ ისარი არის ამ ხალხის ცხოვრების საწყისი, ხო, ანუ საჭვლის და ნადირის და ასე შემდეგ. თვითონ მხოლოდ ხის ისრების დამზადება შეუძლიათ. მეტალისას ვერ ემზადებენ. მეტალის ისარისაც ჭირდება სხვა ტომებში მიდიან და ვაჭრობენ. მიაქვთ ხორცი, ან მიაქვთ თაფლი და სანაცვლოდ იღებენ ისრებს. ასევე არის მომენტები, როდესაც ქეშადაც ყიდულობენ, აი როცა აქ ადამიანები მოდიან, ხო, მოგზაურები ჩემსავით, უტოვებენ ქეშს, რომ მე ამ ქეშით ისინი მიდიან სხვა ტომში, ყიდულობენ ისრებს და არიან ბედნიერად რა. ხო და 105,000 შილინგი მაქვს, მეტი არ მქონდა ფიზიკურად ქეშად და მინდა რომ დაუტოვო და ჩემს სახელზე კაი მეტალის ისრები მოვაგდონ რა. ჩემს სახელზე 105,000 შილინგის მაქვს. How can I talk to him? I don't know. გამოიყენენ კარგი ისრებისთვის, ძმაო. წარმატებები. აიხარეთ, ყადლობა. მოკლედ ვფიქრობ, რომ ამ ტომის ყველაზე ახალგაზრდა წევრები ესენი არიან, ასაკი არ იციან, ვერ ვეუბნებიან და მინდოდა უბრალოდ ახალი თაობის აზრი გამიგო ზოგადად ამ ცხოვრებაზე. რაზე ოცნებობენ, რა ფიქრები აქვთ და ასე შემდეგ და ნახოთ აბა. Bro, you will translate, yeah? Okay. The first question is what is happiness for them? Koko perango ale ko ten okata usepa no semeta neko ale na okay ai da ale amanyi dana ko bi ko ne ayu ani bi ko ba ale ko ne semena dushu na krena usepa ale ამ ადამიანისთვის ბედნიერება ყოფილა ის, რომ ინადიროს ბაბუნებზე, ცხოველებზე, შეჭამოს და იყოს სავსე. Next question. What is the biggest dream for them? Onokoko atita kone akashana kone kakata shana kone bokalimu akasumi. Ne ko pam. Isa anana ne qoa koko ngana. ამ ადამიანის თავარი ოცნება არის ის, რომ მოკლას ყველაზე დიდი ცხოველი თუ კი ვინმე საქამდე მოუკლავს. If I give them $1 billion right now, would they still stay here and live here? Or they will live and go to the cities and live a beautiful life? Amana bese ta kahe ya chiya adalanka aguni yakota agube adalanka nebe kwene kata ikabana teta amanako ina seme tsiena kochako bako dushu kwa qete აქაურობას არ დატოვებს და ამ ფულს გამოიყენებს იმაში, რომ აი ეს ადგილი განავითაროს და ნადირობას არასდროს შევწყვეტო, ისევ გავაგრძელებდე ყოველთვის ვიქნები მონადირე ჰაძაბეს ტომის წევრიო რა. They gonna eat this, bro? They are eating this? ძალიან ძლიერი რაღაცა ნაწილი აქვს მაიმუნის კუდს თურმე და ამას იყენებენ ისრების კი არა და შვილდის გასაკეთებლად. სიგიჟე არ არის მითხარით, აბა რა არის ხლა ეს? რომ აქ აი ხალხთან ერთად ვინადირებ შვილდისრით და მე მოამზადეს და ჭამენ და ანუ დროში მოგზაურობ ფაქტობრივად რა. კაი, წავედით. Koko
Kwena na te koko ama ko akita itsana inenda ta. აი ესე გადმომცეს და ბაჩუკეს მოკლედ თავიანთი პირადი შვილდი და ის არის რომელიც ჩემს YouTube ოთახში YouTube კუთხეში უბრალოდ ძალიან ისეთ დამსახურებულ და სასიამოვნო ადგილს დაიკავეს და ძალიან ბედნიერი ვარ რომ აი ეს ნივთი ჩემთან იქნება სახლში სამახსოვრას. საოცარი ემოციები დატვირთული წამოვედი ამ უნიკალური ხალხისგან და გავუდექით გზას დატოგას მჭედელი ტომისკენ. სწორედ დატოგასგან ყიდულობენ ან ხორცსა და თაფლში ცვლიან ჰაძაბეები მეტალის ისრებს. Maiko, serio? Serio? სახლში გველები კი არიან, მაგრამ მაინც ეს ტომი გაცილებით განვითარებულია, როგორც ვიზუალურად, ისე შინაგანად. მეტალთან მუშაობენ, ამზადებენ სამაჯურებს და რაც მთავარია, ისრებს. თურმე დატოგას ტომს ფული იმაში ჭირდება, რომ კიდევ მესამე ტომისგან, რომელსაც ირაքի ტრაიბს ეძახიან, იყიდოს სიმინდი. ამ სიმინდს მერე ფქვავენ და ამზადებენ საჭმელს. იმ მესამე ტომს ფული რაღაც ჭირდება, მაგდენი აღარ ვიცი, ვეღარც წავალ, ვერც ვასწრებ. მაგრამ აი ესეთი დიდი ჯაჭვი არის რა. ფული მაინც ტრიალებს, ესე იგი, ამ ტომებში. და დადგა გასაკვირი სანახაობის დროც. ახლა გაჩვენებთ როგორ სვამს ძროხის ყელიდან სისხლს ენერგიის მისაღებად ლეგენდარული მასაის ტომი. ჯერ მათ სოფელში შეგახედებთ. მისვლისთანავე დაგვესივნენ ბავშვები. მუზუნგოებს ზოგადად ყოველთვის დიდი ინტერესითა და ბედნიერებით ხვდებიან. Hello. Jumbo, ეს ნახირო საყვარელი. Jumbo. ყველა გამოჩნდებით, ყველა. მოდი ესე მოდი. მოდი. რა საყვარლები არიან ყურე. კაი, ახლა დავათვალიეროთ თქვენი სოფელი, კაი? მაჩვენეთ თქვენი სოფელი. მასაის ტომის სტუმარს თავისი ტრადიციული ცეკვითა და სიმღერით ეგებება აუცილებლად. ესეთი დახვედრა მომიწყო მასაის ტომი. ამას რა ხმა? ახე რა ხმა აქტივ? როდესაც მასაი ბიჭი 16 წლის გახდება, მას წინდაცვეთას უკეთებენ დიდი ცერემონიის ფონზე, რომ გადაიქცეს და მოკლედ იკურთხოს მეომრად. და თუ იგი ხელს ააკანკალებს, ან შეცახცახდება, ან არ ვიცი რაღაცა მსგავსი, სხვა წევრები აღარასოდეს ემენ მას პატევს სიცოცხლის ბოლომდე. პირველი ძალიან საინტერესო რამ რაც უნდა გითხრათ არის ის, რომ ჩემს უკან აი სახლებს რო ხედავთ, ეს ყველა ქალების აშენებულია. იმიტომ რომ აქ თურმე სახლის აშენება ქალის საქმე ყოფილა. ღობის აშენება კაცის საქმე ყოფილა. ცხოველების მოვლა კაცის საქმე ყოფილა და ბავშვების აღზრდა და მათი მოვლა ქალის საქმე ყოფილა. ახლა შეგვიძლია შევიდეთ. So you have to mind your head. მასაის სახლში და ნახოთ. როგორ გამოიყურება? აი ესეთი არის მასაის სახლი. ხედავთ აქ ჩვენ ახლა ერთ დიდ საწოლს ქალბატონთან ერთად. აქეთ არის მეორე საწოლი. და საინტერესო და ცოტა უცნაური არის ის, რომ მასაის ტომის წევრები, ანუ ქმარი და ცოლი ერთად არწვებიან. ერთი საძინებელი არის ქმრისთვის, მეორე არის ცოლისთვის. ხო, ამ კედლებსაც შეეხება, აი ეს კედლები მთლიანად აშენებული არის ძროხის განავლისა და ხის ტოტებისგან. ერთმანეთში გამიქსულია და ჭირდება დაახლოებით ერთი სახლის აშენებას ერთი თვე. ხო, აქ პატარა ესეთი თაროები აქვს, ხედავთ რაღაცა ნივთები აქვს შენახული, არ იკლებენ თანამედროვე რაღაცა ჭურჭელს, ნივთებს, ხო ხდებით ან მასაის ტომი გაცილებით წინ არის, ვიდრე მაგალითად ჰაძაბეს ტომი იყო. ჭერსაც შეეხება ესეთი ხის ტოტებით არის შეკრული რაღაცა მრგვალად და გარედან გადაფარებულია ფოთლები. ესე რომ წვიმას უძლებდეს. აი ეს არის სახლი. საო.
ჩაცმულობას რაც შეეხება, შეამჩნევდით რომ ბავშვებში აქაც შემოპარულია დრო და ასე თანამედროვე ტანსაცმელი, მაგრამ როდესაც ბავშვი გახდება 16 წლის, გაუკეთებენ წინდაცვეთას და გახდება მებრძოლი, შემდეგ აუცილებლად უნდა ატაროს აი ასეთი ტანსაცმელი. მასაი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკუთარი საქონელი და მისი კეთილდღეობა. ამიტომაც აი ესე შეიძლება დღეები, შეიძლება 1, 2, 3 კვირა დაყვებოდნენ საქონელს მთებში, სადაც მათ ვერ აქვთ ფიზიკურად საჭმელი. აქ არც მაღაზია, არც სოფელი, ამიტომ რას აკეთებენ? საკუთარი ძროხის ყელისგან სვავენ სისხლს, რომ მიიღონ ენერგია, პროტეინები და ასე შემდეგ. ეხლა ამ ყველაფერს ერთად ვნახავთ. შეიძლება ეს ყველაფერი სისასტიკედ ჩავთვალოთ, მეც ასე ვგრძნობ, მაგრამ ეს მათი ისტორიული გამოცდილება და კულტურაა. ამ ხალხისთვის ძროხა ყველაფერია. ჭრილობას იქვე განავლითა და ბალახით უმუშავებენ, თუ ცხოველი შეუძლოდ იგრძნობს თავს, ხელოვნურ სუნთქვასაც კი უკეთებენ და აბრუნებენ მინდორში. ავიცი რას არ ნახავ და მოესწრები ამ დედამიწაზე ადამიანი? არ ვიცი ძმო. ეს ღმერთის მთა, ყველაზე წმინდა ადგილი დედამიწაზე და დღეს მე მის მწვერვალზე ავალ და გადავხედავ მთელს ტანზანიას. დილის პირველი საათი. დავიძარით ოლდონიო ლენგაისკენ. ზღვის დონიდან 3000 მეტრზე აღმართული აქტიური ვულკანი. იქ გასვლის არანაირი სპორტული თუ სარეკორდო მიზანი არ გამაჩნია. ერთადერთი რაც მინდა მზის ამოსვლისას კიდეზე გავლა და დრონით არნახული კადრის გადაღებაა. დამწყებ მოლაშქრეს დაახლოებით 6 საათი სჭირდება. აუცილებელია გათენებამდე ახვიდე. მერე აფრიკულ სიცხეში წარმოუდგენელია და თან მთელი მუღამი მზის სხივებს რომ შეეგებები, ეგაა. საჭმელად გავჩერდით. აი როგორ ვებრძვი მეგობრებო, იცით ჩემს თავს აი ვერ აგიხსნით რა. არ ყოფილა ჩემი საერთოდ ასეთი აქტივობა. საათნახევარია გზაში ვარ. აღარ შემიძლია. აი ხო ვცდილობ რომ არ დავნებდე რა. მაგრამ ის ფაქტი მაგიჟებს რომ კიდევ 5 საათი გვინდაო. ანუ ამ ტემპით ახლა როგორ ტემპითაც ჩვენ დავდივართ, 6 საათი არ არის საკმარისი. პატარა ბავშვები არ მგონია ხომ ჩემ ვიდეოს უყურებენ, მაგრამ თუნდაც ნახავთ არ მოწიოთ, თორე აი ესე იქნებით ბანძები. აი ამ გზაზე. თუ კი რაიმე ენერგია გამაჩნდა, გამოვიყენე და შუა წერტილამდე მივაღწიათ. და თურმე აქედან გზა კიდევ უფრო აღმართდება. ამიტომ ვიფიქრე 1 საათი ძილი მიშველი და დავიძინებთ. მაგრამ ეს უარესი აღმოჩნდა. ბოლომდე გამტეხა და გამყინა მიწამ. წეღანო წაუძინეთ იქ. მაგან საერთოდ დამანგრია გავიყინე და რაღაცები, მაგრამ შენ გიწვე ხვეწებოდი წეღანო მეთქი გთხოვ მეთქი ანუ რაღაცნაირად გათვალე აი შენი გონებით. ხო აქ დადიხარ 24 საათი მეთქი ისე წერტილამდე უნდა მივიდეთ. რომ სადღაც სიმაღლეში ვერტიკალში უნდა იყოს 700 მეტრი დარჩენილი თქო, რომ ჩემი დრონი 1 კილომეტრზე ადის და რომ ავაფრენ მიუწოდე მეთქი. და ამოვაღწიეთ და ახლა აქ ვართ. და ნახე რა ხედი გოგ, შეხედე. ზღაპარი, აი რავი, აი საოცრება, მაგრამ ცივა. და კიდევ 1 საათი მიწევს აქ ყოფნა, რომ მზე ამოვა სადღაც 1 საათში და რო არ მოძრავ ხო იყინები და აი მზად ვარ გავიყინო ჯანდაბას, მაგის დედავატერი, ამას მაინც გაუძლებ რა, აქ ჯდომას და გაყინოს, უეჭველად გაუძლებ და მაგ კადრებს მზის ამოსვლისას ლენგაიზე მაინც გაჩვენებ. და რატო გაჩვენებ, იცი? იმიტომ რომ მაგრად მიყვარხართ, მაგრად მევასებით ჩემი გამომწერები, რომ ესე აფასებთ და დიდ კომენტარებს რომ მიწერთ ხოლმე და მაბედნიერებთ, მაგიტო რა. мотивация მაქვს რეალურად, მინდა მთელი გულით იქ რო ვიყოს ზევით იმ კადრებში, მაგრამ არ შემიძლია. мотивация რო არ მქონდეს, აქაც არ ვიჯდებოდი ეხლა, ხო? ამიტომ რა ვქნათ, ასე გამოვიდა. პირდაპირ გავუშვათ ახლა ეს კადრები ბევრი ლაპარაკის გარეშე. ხანდახან ცხოვრებაში მიზნებს ვერ ვაღწევთ. არა იმიტომ რომ საკმარისად არ გვინდოდა, არ შევეცადეთ ან ღირსები არ ვართ. უბრალოდ იმიტომ რომ ერთიც და არ კმარა. თავიდან ყველაფერი მარტივი და ხელწამოსაკრავი ჩანს, მაგრამ გზაზე დადგომისთანავე გართმევს ენერგიას, მოთმინებას, სიამაყესა და კომფორტს. ყველაფერს აკეთებ, მაგრამ მაინც ვერ აღწევ. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ უნდა გაჩერდე. პირიქით, იქნებ შენ საუშვა დრონი და კიდევ ერთხელ დაინახო, დარწმუნდე, რაოდენ დიდებულ, მასშტაბურ და საოცარ ამბავს ხარ შეჭიდებული და რა სიგიჟე იქნება, ერთხელაც იქიდან რომ გადმოიხედავ. მარცხი და იმედგაცრუება არ არის ოცნების საპირისპირო. ის უბრალოდ შენს რეალურ ძალას გაჩვენებს. გწდის და პირდაპირ გეუბნება, რომ მზად არ ხარ. ელოდება იმ მშვენიერ დღეს, როცა სულ სხვანაირი, შენი თავის საუკეთესო ვერსიად დაბრუნდები და გაიმარჯვებ კიდეც.
ისე კიდე კაი ვერავედი. კიდე კაი რა, რო ავსოლიყავით სუღურლებში ყო გახვეული ხო ნახეთ და წარმოგიდგენთ დრონსაც ვერ აუშვებდი. ვერაფერს დავინახავდი და აი მან საერთოდ გადამეკეტებოდა რომ ამდენი რო ვიწვალე და მივაღწიე და ვერაფერს ვერ ნახულობ ასე რომ არა უშავს. Starbucks-ის ეს ცივი ყავა იქ უნდა დამელია. ეგრე მქონდა ჩაფიქრებული კრატერზე ჩამომიჯდარი ყავი და ეს რაღაცა მზის ამოსვლისთვის უნდა მეყურებდი რა ალბათ რაღაც ლექსიც შემომეწერებოდა ამასობაში. მაგრამ რა ვქნათ არ გამოვიდა. აგერ აქეთაც მშვენიერი ხედი აქვს ჩემნაირ ხალხს. რას უწურებთ მითხარი ხა აი აქ რო გახარ და იყურები არ იცოდი რა ხა თავს ვიმართლებ ხოხები. ჩვენი ძმა ნახეთ. დავტანჯე ტიპი აი ჩემნაირი აყოლი არასდროს არწმუნებული ვარ რა. ხოდა ამ დილაუთენია აი ამ ცივი ყავით ჩვენს სიცოცხლის გაუმარჯოს ძმაო. გაიღვიძა ჩვენმა ძმამ. Bro, I have a cold coffee for you. Cold coffee for you. What is? It's a cold coffee, Starbucks cold coffee. He's a sponsor of my YouTube channel. You can drink it, bro. I left a few for you. And tell me how it tastes. It will give you some energy. How it feels? Good. Good? You like it? Yeah. Yeah, finish it and we're gonna fly from here. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, ჩემი მონტაჟის სტილი, ჩემი აზრით საქართველოში ყველაზე მაგარი მონტაჟის კურსი შევქმნი და დაინტერესებულმა პირებმა მომწერეთ Instagram-ზე და დეტალებს ჩაგიგდებს. ასე დასრულდა ჩემი წოწიალი და დასვენების გართობის დრო დადგა. ქალაქ არუშასთან ახლოს ეს დიდებული ვილა ვიქირავე. კარგად ვჭამე და კარგადაც დავლიე. მეორე დღეს კი სასტუმროში მივედი, სადაც ერთი ღამე $950 ღირს და ალკოჰოლის მიღება კატეგორიულად აკრძალულია. ამ ადგილს Serval Wildlife ჰქვია და ყველაზე მოთხოვნადი სასურველი სასტუმროა ტანზანიაში. აქ დილას კოტეჯთან ცხოველები გეგებებიან და შემდეგ საუზმეს მინდორში მოგართმევენ. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა თუ რატომ ჭდება აქ ყოფნა ეს ნახა, იმიტომ რომ შენ შეგიძლია ბოლომდე შეიგრძნო აფრიკა, ხელით შეეხო მას და ეს ემოციები ასე ხოლმე აქ ვიღებ. როცა ვჭამ ჟირაფთან ერთად არასდროს დამოიწყდება. გაუმარჯოს ყოფნას. ბავშვობაში აი ამის სათამაშო ხო მქონდა, ზებრაც მქონდა, როგორც გითხარით, ყველანაირი სათამაშო მქონდა და აი 100 ახლოს რო ვარ ახლა ამათთან, ვერ გიხსნით, ისე მაგრა დასწორეს რა. ჭამე შენ შემოგივლე, ჭამე. ჭამე არ მოიკლო. ჭამე არ მოიკლო. მიდი. ეგრე, აი ბიჭი. აი ბიჭი ხარ. შენც მოდი. მოდი, აუ. ჟირაფს როგორ უნდა დაუძახოს? ამ ტერიტორიაზე სადაც არ უნდა იმოძრავ, ყველგან მოყვება მასაის ტომის წევრი. ასანტე ბრო. იმიტომ რომ ხო, ანუ მაინც უსაფრთხოების თემაა რა. და რაც შეეხება ალკოჰოლურ თრობას, იმიტომ არ შეიძლება აქ თვრალმა იმოძრავ. როცა თვრალის ქვეშება გადაგეკეტეს, რომ აი ლომი ნახო და ჩემი ძმა ხა რაღაც გაჭედო და ხელი გადახვე და მოგაჭამს ეგრევე თავს. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ სამი თვის იყო როცა აქ მოიყვანეს და აღზარდეს და თავისი წესებით და ყველაფერით, მაინც ველური ცხოველი და ინსტინქტები გააჩნია, ხო ხტები? და არ შეიძლება რაღაც მკვეთრი მოქმედებები, აი რაღაც უცებ არ უნდა გააკეთო. უნდა იყოს 7 წყნარ და რაღაც ინსტრუქციები, რაც მითხრეს და ეგ უნდა დავიცვა რა, თორე ხო ხტები. Asante sana, hakuna matata. ჩამოვიდა ქალბატონი ხიდან და ეხლა შევეცდები რომ ფოტო გადავიღო, ესეთი კაი ფოტო ამასთან ერთად რა. ნახოთ რა გამოგვივა. Prepare also if you want. It's okay. Go with him. Thank you very much. Go with him, don't worry. As long as ბევრი მაგარი ფოტო გადავიღე ამ ლოკაციაზე, ამას გარდა მთელს ტანზანიაში მოგზაურობისას და მათი ნახვა ჩემს Instagram გვერდზე შეგიძლიათ. Thank you so much. Hakuna matata, bye bye. I'm going to my country. ჩვენი YouTube-არხი ვიდეო დასრულებულია. ადლობა ნახოთ. ჩემი ჯვი გავიგე რომ ჩვენიერებულია, მაგრამ ლომია და თავისი ინსტინქტები გააჩნია. სხვათა შორის ეს რილი Instagram-ზე გამივარდა ხო და თუ არ მაფოლოვებ, ჩემი აზრით არასწორი საქციელია ძმაო.
მოვიდა ჩემი ჩეკაუთის დროც, აუბარგდი. ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მოხარული ვარ, რომ შევძელი აქ მოსვლა. და იმ ყველაფრის გადაღება და ცხოველების ასე ახლოდან ნახვა, რაც მთავარია და შეხება ჟირაფზე, რაც შეხება ჩემს გეგმებს. დღეს ღამე ფრენა უნდა მქონდა საქართველოსკენ, მაგრამ ჩავრჩი. გაუქმდა ჩემი ფრენა ირანთან ომის და ამბების გამო. ამიტომ საინტერესოა საით წამიყვანს ბედიღბალი, სად აღმოჩნდები ამის მერე. სავარაუდოდ ზანზიბარზე. ნახოთ. კი ბატონო, ზანზიბარზე წავედი, სადაც თქვენ წარმოედგინეთ და ქართველ გოგოს თიკო ჭუბობრიას საკუთარი სასტუმრო აქვს გახსნილი ზეთ სანაპიროზე. ხო და დამპატიჟა ჩამოდიოდა, მეც ჩავედი. კილიმანჯაროდან ზანზიბარზე გადაფრენა $125 დამიჯდა. არანაირი გეგმა არ მაქვს. მოპედს ავიყვან და უგზო უკლოდ ვიმოგზაურებ. მანამდე კი თიკოს სასტუმროში სანაპიროზე დავეგდები 1-2 დღე. ნახეთ რა სილამაზეა. როგორი მყუდრო და დახვეწილი გარემოა და რა სასიამოვნოა, რომ ქართველისაა. ზუსტად ეს მჭირდებოდა ამდენი მტრისა და უფლის მერე. დეტალურად თუ გაინტერესებთ აკავრობა, ჩემს ინსტაგრამზე შემოდით და იქ დაგხვდებათ ვიდეოც. მოკლედ, საერთოდ არაფერი მიკეთებია 2 დღე ჭამა დალევის გარდა. თან ჭამაცა და ჭამაც. ასე და ამგვარად აღმოჩნდით ქართულ სუფრაზე. ამდენი ბრინჯის და იმების მერე, რომ მჭადი დენაცო, ლობიო, მოზელილი, ხორციანი ბლინი გინდა ქოთანში ხო? რა ქვია, შქმერული შუა ზანზიბარზე. მითხარით, აბა ხა აი ამაზე მაგარი, ამაზე სასიამოვნო რა შეიძლება და ყოფილიყო მომხდარიყო აქ. აგერ გენაცვალე მათ ინსტაგრამ გვერდი, შეგიძლია შეხვიდეთ, გამოიწეროთ, ხარი დაუჭიროთ ჩვენს თანამემამულეს შორიდან და როცა ზანზიბარში მოგედება ჩამოსვლა უკვე იცით, სად უნდა მოხდეთ, ასეთ ჩვენებურ და გემრიელ გარემოში აღმოჩნდეთ. ავიყვანე სკუტერი და გავუდექი გზას. ასეთ ქვეყნებში ყველაზე მეტად უმისამართოდ სიარული ასწორებს. რომ არ იცი რა გელის, ვის შეხვდები. თავგადასავალია რა, მოგონებებს აგროვებ, ადრენალინს იღებ და ბოლომდე ებებები იქაური ცხოვრების ავან ჩავანში. ჯამბო ჯამბო. Lemon. Lemon. How much is lemon? Price? 2,000. Okay. I give you 10,000. Huh? All of them. All of them. Yeah, Jumbo, მოარტყი ხელი, მოდია გოგო. მოდი. Jumbo. მოდი. Jumbo. მოდი. ახლა რა სიხარულით აგროვებს ახლა. Asante, asante. No, I don't want it. You take it. Thank you. You put it here. Ahora საყვარლები არიან. და ამასობაში ჩემი ინგლისური აი დედა ეტირა, იმიტომ რომ ანუ ეს ქვეყნებში რომ მოგზაურობ, აქ ვერ ეტყვი რომ აი can we take a photo because I just want to have a memory for oh block and I get a whole year ვერ ეტყვი ეგრე და ანუ უნდა უთხრა ისე როგორც თვითონ ესმის და გამოდა photo take photo Coca-Cola drink come sorry hey და ანუ უკვე გამიჯდა. ამიგეთ. აი ესეც ხელა მეგობრებო 32 გრადუსი და თუ გაჩერდი იღუპები. არ უნდა სულ უნდა მოძრაობაში იყო რომ გიბერავდეს და განიავდე. თუ არა სუპერმარკეტი გაგვეჩითა როგორც იქნა. Jumbo. Tell me it is cold. Cold ice. Good, you know? Yeah, the Fanta. Yeah, 1000. ეს ღირს 1000 შილინგი, ანუ სადღაც 30 ცენტი. Okay. You want Fanta? Fanta. Fanta. მოდი, აიღე, მოდი. Come, take. Take. That's საყვარელი. Me, can give him one. Ai bici xar. Jumbo. Wait, Jumbo. Yo, დაშავმა ყორანმა არ დააყოვნა. დედა ეტირა საბურავს. აი ეს მინდოდა ეხა შუა ტანზანიაში. არ არსებობს, მოგზაურობაში ვიყო. რაიმე ტრანსპორტით და სავალი ნაწილი არ გაუქმდეს. კონკრეტულად საბურავი, მანქანაზე საბურავის, მოპედზე საბურავი, ნავზე რო დავжди ალბათ გამოეხვრიტება ძირი. არა საბედნიეროდ აგერ მოვაგენი ვულკანიზაციას, აქვე ყოფილა 100 მეტრში, მოვაგორე და
იმედი მაქვს რომ მიშველეს ეს ჩემი ძმა. აი მიპასუხეთ, არის თუ არა ეს სანახაობა, არის თუ არა ეს ნამდვილი მოგზაურობა. ამას ვერ გამოსცდი თუ ასე მოპედით არიბოდიანობ რა. რავი ძმაო, ტანზანიაში ნამყოფი ვარ კი არა, პიროდობაში უნდა ჩავწერო რომ ჩავალ ბუნყო. ზანზიბარიც მთლიანად კინოა, საითაც არ უნდა გაიხედო, იმდენად უცხო, რაღაცნაირად სინემატიკური ვიზუალებია, რომ ჩვეულებრივ ფილმმეიკერების გამოცდაზე მეგონა თავი. ჩელენჯივით იყო. თითქოს ვიღაცამ დაყარა უთვალავი კადრი და შენ უნდა მოაგროვო, რაც შეიძლება მეტი. You want Fanta? How many are? ერთი გორი, სამი, ხუთი. ისეთი სასეონო შეგზდება, რა, გონია რომ ეს ოქროს ჩოქნი თუ რაღაცა. თან ესენი ნაგლები არიან, ჯოხით ემუქრებიან და აგდებენ ამ ბავშვებს, ხო და? ეხლა თხოვე მეთქი, დააყენე მეთქი. You don't beat them with the stick, okay? Sweet. Soda, come. Take one. Take. Yeah, one. 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 Aha, não te rija. Aha. Kasapata. Take. Aire. Bye. Hey, brother. Yo, Jumbo. Good. Here we go, man. Can you dance? Yeah. Can you dance? Let's dance. White sign, we call it. White sign? Yes. What you mean? White is now. Like Coca-Cola. Easy, bro. Hola. Oh, square. Tu ori qawi megobrepo sheileba. Easy, bro. I mean, in life, it's time we is to tell mommy how we wanna do, what we need to do, yeah, tell mommy who. Damn, bro. You are photographer? Videographer. რატო უნდა იყვნენ პრინციპში არაპოზიტიურები არ მესმის? ესენი იმდენ ბანანს ჭამენ, იმდენ D ვიტამინს იღებენ. აი აქ რო ცხოვრობ და პოზიტიური არ ხარ, მაშინ პრობლემები გაქვს ძმაო ფსიქიკასთან. აი ესე გამოიყურება საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქ. ესე პირდაპირ ჯდება მანქანაში. ჯამბო. ახედა მაგარი კაცები არის. მოკლედ მაღაზიაში მოვედი, იმიტომ რომ სოფელში მივდივარ და ბავშვებისთვის უნდა ვიყიდო რაღაცები რა, კალამი, ფურცელი, რვეული და ესეთი რაღაცები რა შეიძლება გამოადგეთ, კბილეული. ხო და ძალიან საინტერესო საღამო უნდა იყოს წესით, იმიტომ რომ აი აფრიკულ სოფელში ესე მისვლა და რაღაც იქაური იმის გააზრება, დანახვა და აღქმის მუღამი სულ მქონდა რა. ნახოთ რა იქნება გენაცვალე. This one is special for primary and secondary school, high school. So they need it really. Yes. Because every day they must write. Okay. კბილეულზე მეტად მითხრა რომ because every day they use pen and book for school. So this is more important than candy. More than important. Okay. როეულები გვაქვს, კბილეულიც გვაქვს, ფანქრები, პასტები და ეხლა ვცდილობ რომ ბურთები ვიყიდო სადმე. ოღონდ არსად არ იყიდება. მოვადექით ერთ-ერთ სოფელს. სოფელს კი არა ბავშვობას მოვადექით. ეზოში ყველა ერთად რომ თამაშობდით, ერთმანეთი გვიხარო და რაღაც განსაკუთრებულ ნამდვილ ემოციებს ვაგროვებდით, ეგ დრო დამიდგა თვალწინ. კბილეულზე მეტად აქცენტი სასკოლო ნივთებზე იმიტომ გავაკეთეთ, რომ ეს უფრო სჭირდებათ ამ ბავშვებს, უფრო გამოადგებათ. იცოდე ბიზნესმენი უნდა გამოხვიდე შენ. ამათო დაამახსოვრდებათ ეხა ეს დღე, ხო? აი რაღაც შეიძლება ერთი წელი ახსოვდეთ, ხო? ეხა 2 წელი და თელი ცხოვრება არ იმახსოვრებთ რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს ერთი წელი, ხო შეიძლება რაღაცაზე დაფიქრდნენ, რაღაცა გადაუტრიალდეთ თავში, რომ აი ის მუზუნგურო იყო ჩამოსული, აი როეული რატომ მომიტანა ეს როეული კარგია, ანუ ფანქარი კარგი, აი რაღაც ეგ გათვლა არის ალბათ უფრო რომ თორე ამით ეხა ჩვენ ამის ცხოვრებასაც ვერ შევსრულთ, ვერაფერს ვერ შევსრულთ, საერთოდ ვერ შევიზავთ ამით. ამ ჟესტით უბრალოდ იქნებ რაღაცა იყოს, იქნებ რაღაცა ერთ ბავშვს მაინც ცოტა იმას უქნას რა, გადაუტრიალდეს. ზანზიბარის მოსახლეობის სრული უმრავლესობა მუსლიმია.
რაც ნიშნავს იმას, რომ მრავალწოლიანობა მიღებულია. და სიტყვაზე თუ ეხლა აი ამ სოფელში ერთ მამაკაცს ყავს 3 ცოლი, ყველა ცოლს სხვადასხვა სახლი აქვს. და ეს ქმარი დღე-გამოშვებით რჩება სხვადასხვა ცოლებთან. მაგრამ ეხლა ვიკითხებოდი, რომ არაჭვიანობთ მეთქი, ეხლა ეს ადამიანი არიან ერთი ქმრის ცოლები. და ვიკითხებოდი მეთქი არაჭვიანობთ თქო და ანუ what they say sometimes they feel jealous. Yeah, they jealous because they sees the husband add a lot of love to the another woman. Another woman. Yeah. Yes. Okay. Ისე გამოიყურება სამზარეულო, რა თქმა უნდა, აქ არ არის გაზი. აბა ვნახოთ აბაზანა. ესეც აბაზანა, ეს ტუალეტი, ეს აბაზანა და ეს ოთახი. და წყალი. ეს ხომ მისაღებია და აი აქ ეგრევე გვერდზე ყავთ ასევე კათმენი. რას მაჩვენებ, რას? და, come. რა უნდა? She's taking me somewhere. რა. ფურთი გაქვს. საყვარელი მოჟი რა. Yay! საყვარელი მაჩვენა ეხლა რა, აი ეს მაქსომეო, ჩემი სათამაშო. Jambobana, habarigane, ndorezana, agene, babakarebesha, sante bayeto, hakuna matata, njia kupendeza, hakuna matata. Ese da bizi boşuyor. Hakuna matata, asante sana. Aizidi საყვარლები არიან და ვისურვებდი რომ კიდევ ერთხელ ვთქვი ყველა ბავშვი ამ დედამიწაზე უნდა იყოს ბედნიერი, ჯანმრთელი და სულ ღიმილიანი რა და იმედი მაქვს რომ ეგეთი დღე ერთხელ დადგება რომ ამ სამყაროში ყველა ბავშვი ერთდროულად თანაბრად ბედნიერი იქნება. აი ასეთი პოზიტიური ტალღით გავედით დასასრულში შემოკარგებო და სანამ ამას გათიშავთ და ჩემს სხვა ვიდეოებს ჩაუსხდებით, უცბად გეტყვით რაღაცას. პირველ რიგში ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მართლა ისე გავიდა 1 საათი, რომ ვერ გაიგეთ და მეორე, ვისაც ჩემი წარმატება გიხარიათ, ვისაც გინდათ ჩემი წინსვლა და უფრო სწრაფად გინდათ რომ ესეთი ვიდეოები ვაკეთო, ერთი მარტივი რაღაც შეგიძლიათ შემისრულოთ. უბრალოდ ეს ვიდეო მოიწონეთ და შეტყობინების მიღება დააყენეთ. სხვას არაფერს არ გთხოვთ. და თუ ახლა გაადააზიარებთ თქვენ სოციალურ ქსელებში ამ ვიდეოს, ჩათვალეთ რომ დონაციას აკეთებთ ჩემი YouTube არხისთვის. ასე ჩემი YouTube უფრო სწრაფად წავა წინ და იქნებ დროულად გამოჩნდეს კიდევ ერთი სპონსორი, რომელიც იმ ძალიან ბევრი მაგარი იდეის განხორციელებაში დამეხმარება, რომელიც ჩაფიქრებული მაქვს და ჯერჯერობით ჩქარჩქარა ვერ ვაკეთებ, არ გამოდის, იმიტომ რომ ძალიან დიდ შრომას და ენერგიას ვდებ თითოეული ჩემი YouTube-ის YouTube ვიდეოს შექმნაში. მინდა რომ ფილმივით ისიამოვნოთ ხოლმე. სხვა რაღაც მიიღოთ, რაღაცა დიდებული ესთეტიური სასიამოვნო და რაღაც ჩაქრჩეთ რა. ხო და რა ვიცი, თუ ჩემი გამომწერი ჯერ კიდევ არ ხარ და ცოტათი მაინც ეს ყველაფერი დღეს იგრძენი, ჩემი YouTube არხი გამოიწერე. მოკლედ მე მზად ვარ კიდევ არაერთხელ გასიამოვნოთ. მადლობა რომ მიყურებთ და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. აბა თქვენიცით.